მეორე ხედვა გვაძლევს ძლიერ მოდელებს და ცხადია ჩვენ ძლიერ მოდელების ისა ვართ, პატრიოტები, ასე ვთქვა და შერჩეული გვაქვს, ეს არის ბეიკერის კლასიფიკაცია, რომელიც ყველაზე მეტად გავრცელებული და აღიარებულია და ნუ ახლა აღარ მიუყვები ამ ყველაფრის განხილვას, 4 პარამეტრის მიხედვით დააჯგუფა პროგრამის ტიპები, 4 ძლიერი პროგრამა მოხდა და მათ შორის ჩვენ შევარჩიეთ უმცირესობის ენის შენარჩუნების პროგრამა, აი ინგლისური სახელწოდებას ჩავდე რომ კოლეგებმა ნახონ, თუ სულ არის გაუთავებლად ლაპარაკი, რომ რა მოდელს იყენებთ, ბატონო ვიყენებთ ამ მოდელს და თუ დააკვირდებით სამიზნე ჯგუფებს, ხო, აი სამიზნე ჯგუფი აქ არის ენობრივი უმცირესობა. მაშინ როდესაც სხვა მოდელში შეიძლება იყოს შემთხვევა, როცა ორივე შერეულია და ერთად არიან, ან როცა სამიზნე ჯგუფი ენობრივი უმრავლესობა არის, ხო? და ენობრივი შედეგი რას ველოდებით ბილინგვიზმი და ორენოვანი წიგნიერება. აი ეს ძალიან სწრაფად რომ ჩავიაროთ ეს საკითხები, ეს მოდელი ძალიან გავრცელებულია და აპრობირებულია საკმაოდ ბევრ ქვეყანაში, შეერთებულ შტატებში არის ნავარო-ესპანური სკოლები, კანადაში არის ისეთი ენებისთვის ჩართული ეს მოდელი, როგორც არის უკრაინული, იტალიური, ებრაული, გერმანული, ხო, იდიში, ჩინური, საფრანგეთში გვაქვს ბატონო კატალანურ, ფრანგული ბილინგვური სკოლები, ბასკურ ფრანგული ბილინგვური სკოლები, ახალ ზელანდიაში, ფილიპინებში, ხო და ნუ აი არ ვიცი. მოკლედ აი ასეთი მოდელი არის ძალიან რასაკვირველია ამ მოდელის შიგნით არის ბევრი სახესხვაობა, იმიტომ ყველა სპეციალისტი და მკვლევარი ამბობს, რომ ადგილობრივ საჭიროებებს აუცილებლად უნდა მოვარგოთ მოდელები, ამიტომ პრინციპები უნდა გქონდეს კარგად გააზრებული. ამ პრინციპების განხორციელების არაერთი გზა არსებობს, ხო? ანუ ჩვენ შევარჩიეთ ძლიერი მოდელი, გამამდიდრებელი მოდელი, უმცირესობის ენის შენარჩუნების მოდელი და რა აუცილებელი პირობები უნდა შევქნათ იმისთვის, რომ წარმატებული ხო, შევძროთ აი ამ ჩვენი უმცირესობათა ბავშვების წარმატებული მომავლის უზრუნველყოფა, ხო? აქ ძირითადად ძალიან მსხვილად რო ვთქვათ, ორი პირობა არის, ერთი პირობა, რომელიც საერთოა, როგორც მონოლინგური, ისე ბილინგური განათლებისთვის, იმიტომ რომ ეს არის ადრეული განათლება და რასაკვირველია, ადრეული ამ ასაკის ბავშვების თავისებურებები უნდა გავითვალისწინოთ და მიუსადაგოთ პედაგოგიკური მიდგომები სათანადო და ეს საერთოა ყველასთვის და მეორე არის უკვე თვითონ ბილინგური განათლებისთვის სპეციფიკური პირობების დაცვა. ეხლა ეს ზოგადი რაც არის აუცილებელი, სულ 3 პუნქტში გავაერთიანე, ერთი რომ ჩვენ ვიცით, რომ აუცილებლად შინაგან მოტივაციას და გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროცესი უნდა გქონდეს, მონოლინგურ იმაში ვიქნებით განათლებაში თუ ბილინგურში ყოველთვის ასე უნდა იყოს. ამ ასაკში ვიცით, რომ თამაშით სწავლა არის შედეგის მომცემი და ეს უნდა დავიცვათ და პროცესზე ორიენტირება და არა შედეგზე ორიენტირება. ეს არის პროცესი, უნდა განვითარდეს ბავშვების უნარები, ცოდნები და ასე. ეხლა მოდით ჩვენ ვნახოთ ბილინგური განათლებისთვის აუცილებელი სპეციფიკური პირობები. აი ამას შევეხოთ, ეს არის ჩვენი ინტერესის საგანი. ნუ ენათა მონაცვლეობა ჩვენ შევარჩიეთ გამიჯნული მიდგომით. ამას რასაკვირველია თავისი მიზეზები აქვს, ესეც უაღრესად აპრობირებულია, განსაკუთრებით ადრეულ საფეხურზე გამიჯნულ მიდგომებს იყენებენ, მერე ზედა საფეხურებზე შეიძლება შერეულიც და ისიც. მშობლიურ ენაზე ხო და პრინციპი გვაქვს ერთი ენა, ერთი მასწავლებელი, რომ ძალიან კაფიოთ გაიმიჯნოს მოსწავლის იმაში კოგნიტურ სისტემაში, რომ აი ახლა მშობლიურ ენაზე წავა პროცესი, აი ახლა ქართულ ენაზე რატომ არის ეს მნიშვნელოვანი, კარგად განასხვაოს და ერთმანეთში არ აიზილოს, ხო? წარმოიდგინეთ, რომ აი ორი უჯრაა, ხო? იმიტომ მშობლიურ ენაზე მეტყველება უნდა დაეფუძნოს მშობლიურ ენაზე მეტყველების განწყობას, ანუ მოსწავლემ უნდა განაწყოს თავის ძალები, რომ მშობლიურ ენაზე დაიწყოს აქტივობა, ხო, სხვა აქტივობა, შემეცნებითი პროცესები, შემდეგ და ასევე ქართულ ენაზე მეტყველება უნდა დაეფუძნოს ქართულ ენაზე მეტყველების განწყობას. როდესაც ჩვენ განვაწყობთ ძალებს რაღაცისკენ, გაცილებით უფრო კარგი შედეგების მომცემია ეს. ვიდრე როცა გაურკვევლობაში ვარ და არ ვიცით ახლა ეს ქართულად იქნება და ასე დავხტივართ აქეთ-იქით და რეალურად წესიერი ენობრივ კოგნიტიური განვითარება, ენობრივ შემეცნებითი განვითარება ასე დროს ვერ ხდება. ამიტომ ჩვენ
ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რომ ეს პრინციპი აუცილებლად დავიცვათ. ჩვენ გვაქვს ერთი მხრივ ერთი ენა, ერთი მასწავლებელი და მეორე მხრივ დღეების მიხედვით გვაქვს გამიჯვნა, ხო? 3 დღე მშობლიური ენა არის და აქ სხვა აღმზრდელი ყავს, 2 დღე ქართული ენა არის და აქ სხვა აღმზრდელი ყავს. აი ამ ყველაფერი გათვლილია იმისთვის, რომ უკეთესად განვითარდნენ ბავშვები, როგორც მშობლიურ ენაზე, ისე სახელმწიფო ენაზე. ეხლა რა შემთხვევაში იქნება ორენოვანი განათლება მართლაც გამამდიდრებელი? მოდით აი ამას ცოტა უფრო ღრმად შევეხოთ, ხო? ამისთვის აუცილებელია გავითვალისწინოთ, რომ განსაზღვრული არის მსხვილად ენობრივი განვითარების 2 დონე. ერთი გახლავთ წიგნური მეტყველების დონე, და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მეორე ყოფითი მეტყველების დონე. ყოფითი მეტყველება ჯერდება არასრულ ფრაზებს, გამონათქვამებს და რაც თავარია ინფორმაციის გაცვლა, გამოცვის დიდი წილი არავერბალურ საშუალებებზე მოდის. არის კონტექსტი გვეხმარება. ეს დადე აქ მაგალითად, იქ ვხედავთ რა უნდა ავიღო, რა უნდა დავდო, მოვიდა, ვხედავთ ვინ მოვიდა, რისთვის მოვიდა, ასე შემდეგ, ხო? მაშინ როდესაც წიგნური მეტყველება ემყარება ზეფრაზულ ერთიანობებს. აქ უკვე უფრო ისეთ ტექსტებთან გვაქვს საქმე და აი ამ ზეფრაზული ერთიანობის აგებასაც და გაგებასაც სჭირდება უფრო მაღალი შემეცნებითი უნარები, ვიდრე მაგალითად ყოფით მეტყველებას. და აი თუ ჩვენ გვინდა რომ გამამდიდრებელი იყოს ორენოვანი განათლება, ჩვენ ბავშვების მეტყველება ყოფითი მეტყველებიდან უნდა ავამაღლოთ წიგნური მეტყველებისკენ. აი აქეთ უნდა იყოს პროცესი მიმართული. ახლა უფრო ახლო ჩავხედოთ რას ნიშნავს ეს, ხო? ძირითადად წიგნურ მეტყველებაზე, როდესაც ვსაუბრობთ, 2 კომპონენტი უნდა გამოყოთ. ერთი კომპონენტი ეს არის სიტყვათა მნიშვნელობების განვითარება. აი ვნახოთ, აი ეს ხაზი აჩვენებს, როგორ ვითარდება სიტყვათა მნიშვნელობები. ანუ თავდაპირველად, აი ვიღოთ მაგალითად სკამი, სიტყვა სკამი, ხო? პირველად ბავშვი ამ სიტყვას იგებს და უკავშირებს რაღაც კონკრეტულ სკამს, რომელსაც ის ხედავს, ხო? ეს შეიძლება იყოს 4-ფეხიანი ზურგიანი სკამი. და აი ეს კონკრეტული ხატება არის მის გონებაში და ეს სიტყვა სკამი მიჯაჭვულია ამ კონკრეტულ ხატებას. ანუ ამ დროს, ხა ვიგოცკი ამბობს, რომ ყველა შემთხვევაში სიტყვა მაინც განზოგადებას გულისხმობს, მაგრამ განზოგადების ხარისხი უკიდურესად დაბალია, იმიტომ რომ მიჯაჭვული ვარ ამ კონკრეტულ სკამზე. თუმცა ოქროს წესი მისთვის რომ სიტყვის მნიშვნელობა განვითარდეს, ეს არის მრავალმხრივი გამოცდილება. ბავშვი ნელ-ნელა აღმოაჩენს, რომ არის უზურგო სკამებიც, არის რბილი სკამებიც, მაგარის აღმოაჩენს, რომ სამფეხა სკამებიც არის, აღმოაჩენს, რომ ერთფეხა უზურგო სკამიც არის, ან ერთფეხა, მაგრამ ზურგიანი სკამი და აი ეს მდიდრდება მნიშვნელობა ამ სიტყვის, ხო? და ეს ნელ-ნელა უპერულდება კონკრეტული ნიშანი, ანუ თუ მიჯაჭვული ვიყავი კონკრეტულ ხატზე ერთი სკამისა, ეხლა უკვე გაუფერულებულია ეს კონკრეტული ნიშნები, იმიტომ რომ უამრავი სხვადასხვა ტიპის, სხვა ფერის, სხვა და პლასტმასის, ხის სკამი, აი ხედავთ და აი ნელ-ნელა უფერულდება კონკრეტული ნიშნები და უფრო სკამის იდეასკენ მივდივარ, ხო? სკამის იდეა, ანუ რეალურად ეს არის რაღაცა ავეჯი, რომელზეც შეიძლება დავჯდე, ხო? მე შეიძლება ეს გავაღრმავო და არის თუ არა კუნძის სკამი, ხო? და შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თუ ტყეში არ არის, მაგრამ თუ რესტორანშია, მაშინ ის სკამია და ნუ ეხლა სახუმაროდ ცოტა გაგამხელოთ კიდევაც. ხო, ყოველ შემთხვევაში უკვე ნაკლებად თვალსაჩინო არის წარმოდგენა. აღარ ჭირდება აი ეს კონკრეტული ნივთიერი საყრდენი და აი ასე ყალიბდება ზოგადი წარმოდგენები, რომელიც ზოგადი წარმოდგენა უფრო მაღალია განზოგადების ხარისხი. გესმით? როდესაც განზოგადებულია წარმოდგენის განზოგადების ხარისხი, ასეთ შემთხვევაში ძლიერდება სააზროვნო რესურსები. აი ძლიერდება. რაც უფრო მეტია განზოგადების ხარისხი, მით უფრო ძლიერდება ჩემი სააზროვნო უნარები. ეხლა ჩვენ ვნახოთ, თქვათ, ძმა, ხო?
რითი იწყება ბავშვი თავის საკუთარ ძმას აღმოაჩენს, რომ აი ეს გიო არის ჩემი ძმა, ხო? მერე აღმოაჩენს, რომ უი ვიღაცა სხვას ყავს ძმა, მერე აღმოაჩენს, რომ ძმა შეიძლება დედას ყავდეს, მამას ყავდეს, მერე რაღაც ზღაპარში უფროსი და უმცროსი ძმების ამას გაიგებს და აი ძმაზე როგორც იდეაზე, ხო, რას გულისხმობს ძმობა, ხო? აი ამაზე ნელ-ნელა უფრო ზოგადდება და რა ვიცი, შეიძლება დღეს აი ჩვენ რამდენი ვხედავთ, აქა ყველას სხვადასხვა წარმოდგენები უქონდეს და სხვა რომ გითხრათ, რომ რას ნიშნავს სიტყვა ძმა, სრულიად სხვადასხვაგვარად ახსნათ ესა. ანუ ორი რამ, ერთი რამ რომ იმისთვის რომ მოხდეს სიტყვათა მნიშვნელობის განვითარება, რასაკვირველია ჩვენ მრავალმხრივი გამოცდილება უნდა შევთავაზოთ მოსწავლეებს. აი მაგალითად, აი მინახავს ხოლმე რომ თქვათ რაოდენობრივი წარმოდგენის ჩამოყალიბება, აი ვასწავლით ბავშვს ჩვენი აზრით რიცხვებს და ის თუ დაითვლის 10-მდე, გონია რომ რაოდენობა მან გაიგო რას ნიშნავს. სინამდვილეში მან დაიმახსოვრა უბრალოდ ციფრი, ისე რომ ვერ გაიაზრა მისი რაოდენობრივი შინაარსი, ხომ? და ვთქვათ, გვინდა გაიგოს რას ნიშნავს ტოლი, რას ნიშნავს მეტი, რას ნიშნავს ნაკლები, ხომ? აი აქ სწორედაც მრავალმხრივი გამოცდილება იმას გულისხმობს, რომ შეიძლება ავიღოთ სხვადასხვა იმის ნივთების ან თუნდაც ისინი, რა ქვია, გროვები, ხო? არ ვიცი, შეიძლება იყოს კუბურები, ბურთები, ფანქრები, ასე შემდეგ და აი შევთავაზოთ, მოდით დავაწვილოთ. აბა, დავაწვილოთ, ყველა დაწვილდა თუ დარჩა დაუწყვილებელი, თუ დაუწყვილებელი დარჩა, უი, ესე იგი, თუ დაწვილდა ყველა, ესე იგი ტოლია რაოდენობა, თუ დაუწყვილებელი დარჩა, ესე იგი ეს მეტი ყოფილა, აბა, რამდენით მეტი და ასე შემდეგ. შეიძლება გავიყვანეთ ეზოში და იქ გირჩები და ფოთლები აკრიფეს, ხო? და აი შეიძლება იქ ვიმუშაოთ, აბა, მოდი დავაწვილოთ, აბა, მეტი ნაკლები და აი ნახეთ, აი ესეთი ცოცხალი მრავალმხრივი გამოსი შეიძლება ისა აი დღეს აბა ვინ არ არის, აბა გოგონებია მეტი თუ ბიჭები, მოდი აბა დაწვილდით, ხო? აი რაც მეტი იქნება თვალსაჩინო მაგალითები, მით უკეთ განვითარდება სიტყვათა მნიშვნელობები. ამიტომ მრავალმხრივი გამოცდილება არის ოქროს სიტყვა. ეხლა რაც შეეხება მეორე ენის შემოტანას, ხო? აი სკამი, ძმა, აგერ მეგობარი, ხო? მეგობარი რამდენად ღრმაში ნარსის სიტყვა არის, არა? აქაც შეიძლება თავისებური წარმოდგენები. ხო, კიდე ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც უნდა ვთქვა. აი, სად დევს სიტყვის მნიშვნელობა? სად დევს? სიტყვაში თუ გამოცდილებაში? ხო? რასაკვირველია გამოცდილებაში. აი ეს არის სხვათა შორის მე-20 საუკუნის სკოლაში, მთელ მსოფლიოში, როგორც მე დავაკვირდი, ძალიან არასწორი წარმოდგენა, რომ სიტყვის მნიშვნელობა დევს სიტყვაში. ამიტომ სასკოლო განათლებაში განსაკუთრებით სხვათა შორის მე მგონი უკეთესად გვაქვს საქმე სკოლამდელ განათლებაში ამ მხრივ მეტი ის აქვთ კომპეტენცია ჩვენს ამსდელებს. ამიტომ არის რომ აი ავტორები, მასწავლებლები, თქვათ ზოგადი საფეხურის დონეზე გადატვირთულ სახელმძღვანელოები, გადატვირთული ისინი, რა ქვია, იმის ტერმინებით, უცხოური ლექსიკური ერთეულებით გადატვირთული ტექსტებთან აქვთ ამ ბავშვებს საქმე, ინფორმაციის მიწოდება ძალიან ისე ცალმხრივად ხდება გამოცდილების ჩართვის გარეშე და გონია რომ აი თუ დაიმახსოვრა ეს სიტყვები, სიტყვის მნიშვნელობებიც შევიდა მის კოგნიტურ გონებრივ საამქროში. სულაც არ არის ასე. მან შეიძლება ის დაიმახსოვრა, მაგრამ სრულიად ზერე დარჩა გარსზე. ანუ დაიმახსოვრა სიტყვების ისა გერიტი შედგენილობა, მაგრამ არც ვერ ჩაწოდა. ამაშია საქმე. ამიტომ ეს ყველას კარგად გვახსოვდეს, რომ სიტყვის მნიშვნელობები დევს გამოცდილებაში. რაც უფრო მეტად გავამტიდრებთ პატარების გამოცდილებას, მით უკეთ იაზროვნებენ ისინი, იმიტომ რომ მით უკეთ შეძლებენ ზოგადი წარმოდგენების ჩამოყალიბებას და განზოგადების ხარისხი სიტყვათა მნიშვნელობების იქნება მაღალი. აი ამ ყველაფრის შესახებ ჯერ კიდე როდის საუბრობდა ვიგოცკი და შემდეგ აი ამ ბილინგური განათლების კვლევების იმას შუაგულ საამქროში ძალიან წინ წამოიწია ამ მოსაზრებებმა და ძალიან აქტუალური გახდა. ეხლა მეორე ენა, როდესაც შემოდის, რა ხდება? კიდევ უფრო უმჯობესდება განზოგადების ხარისხი. რატომ? იმიტომ რომ ნახე, მნიშვნელობა გავიგე და უცებ აღმოვაჩენ, რომ უი, ეს სხვა ენაზე, სხვა სიტყვებით, აი ის მასწავლებელი იგივეს ამბობს, რომ სხვა სიტყვით. ანუ ნახეთ, ეს ბავშვი უკეთ იგებს, რომ ენის სიმბოლურ მნიშვნელობას.
რომ ეს სიმბოლოა. ამიტომ კიდევ უფრო უმჯობესდება განზოგადების ხარისხები. ხო, აი მაგალითად თვისება სიტყვა, აი თითქოს თვისება, აი ვიღაცა იტყვის, რომ მაგალითად ისეთი სიტყვა როგორიც არის ტეხილი რთული სიტყვაა ბავშვისთვის და თვისება გონიათ რომ ადვილია. ამ დროს ტეხილი რა არის? ტეხილი თიც დაადებ, ნივთიერია და ბავშვს დანახვა შეუძლია, კონკრეტულია და პირიქით, სულაც არ არის რთული. მაგრამ თვისება ნახეთ აბსტრაქტულია. შეგიძლია თითი დაადო თვისებას? არა. თუ რაღაცას დაადებ თის, ეს იქნება ძალიან კონკრეტული, ეს შეიძლება იყოს ბურთი, წითელი. ანუ თვისება ერთ იქნება რომ წითელია, მეორე იქნება რომ ეს მრგვალია და ასე შემდეგ, რბილია და ასე შემდეგ, ხო თვისებები. ესე იგი იმისთვის რომ მივიყვანოთ აი ამ თითქოს უბრალო სიტყვის გააზრებამდე თვისება, რამდენი ის დასჭირდება, ხო? გამოცდილების მიღება, რომ აქვს სხვადასხვა საგნები, სხვადასხვა, თქვათ, ფორმა, ზომა, წონა, ფერი, მასალა, შედგენილობა როგორია და ასე შემდეგ და აი ეს მრავალმხრივად ამას შევთავაზებთ, გასაკვირია სხვადასხვა აქტივობებით, ხო? აქ არ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სიტყვერად რამე უნდა ახსნათ, ხო? გამოცდილებები უნდა შევქმნათ ბავშვის, იქნება სენსორული აქტივობებით, იქნება მოტორული აქტივობებით, იქნება რა ვიცი სახელოვნებო და მოკლედ აი ასე. და აი ნელ-ნელა ჩამოყალიბდება, ეს თვისება, ის თვისება, ეს ხა აქ აუცილებელი კი არის 4 თვის ბავშვს ეს სიტყვა მასწავლოთ, სიტყვაზე ვამბობ, როგორ არის დამოკიდებული სიტყვათა მნიშვნელობის განვითარება გამოცდილებაზე. და ამაში მეორე ენა მხოლოდ დადებით როლს თამაშობს, კიდევ უფრო მეტად აღმავებს აი ამ იმას განზოგადების ხარისხს, უბრალოდ რასაკვირველია პედაგოგიკა მართებული უნდა იყოს. რასაკვირველია უნდა შევთავაზოთ მრავალმხრივი გამოცდილება, ხო? და მეორე კომპონენტი, ჩვენ ვთქვით, რომ წიგნურმეტყველება ორი ძირითადი კომპონენტი შეიძლება გამოვყოთ, რომ გავიგოთ, რას გულისხმობს წიგნური მეტყველება. მეორე კომპონენტი ეს არის აზრობრივი სქემების განვითარება. აქეთ სიტყვათა მნიშვნელობის განვითარება, აზრობრივი სქემების განვითარება. აი ახლა რას ნიშნავს ეს აზრობრივი სქემები? ზოგმა უკვე ჩემგან იცით, ზოგმა არა, ძალიან მარტივად გადავწყვეტოთ ეს საკითხი. ანუ ეს არის გონებაში დამკვიდრებული რაღაც წარმოდგენები, მაგალითად რაოდენობრივი წარმოდგენები, ხო? მაგალითად თვისებრივი წარმოდგენები დროითი, ხო? ეს არის ცოდნის სტრუქტურები, რომელიც ჩვენ გვეხმარება, რომ ინფორმაცია დავამუშაოთ და გაგების აქტები განვახორციელოთ. აი მაგალითად მე რო გითხრათ, როგორი უნდა იყოს კარგი სკოლა? ხო? რასაკვირველია, ან შეგიძლიათ გითხრათ, აი ვიღაცამ დაწერა, აი ეს კარგი სკოლა ასეთი უნდა იყოსო. და მე თქვენ გამოგიგზავნეთ, აბა ერთი ნახე, წაიკითხე და აი თქვენი მოსაზრება მითხარით, თქვენ ეთანხმებით ამას თუ არ ეთანხმებით. თითოეული თქვენგანი, რომელიც ახლა მართალია სკოლამდელში ხართ, მაგრამ მაინც გაქვთ საკმარისი აზრობრივი სქემები დაგროვებული, ესეც გამოცდილებაზე დაყრდნობით გროვდება ეს აზრობრივი სქემები, საკმარისი გაქვთ იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, რაღაცა თქვენი მოსაზრება გამოთქვათ ამასთან დაკავშირებით, ხო? ან ის ტექსტი, რომელიც გამოგიგზავნოთ, ის ტექსტი რო დაამუშაოთ. უკვე გააქტიურდება თქვენი სააზროვნო სქემები, რომელიც სკოლას უკავშირდება და ამითი დაიწყებთ ამ ინფორმაციის დამუშავებას. თუ გეტყვით, ხო, აი ნახეთ, აქაც სკოლა, მაგალითად, აი თქვათ, ავიღოთ 4 წლის ბავშვი, რომელსაც უფროსი და ან ძმა ყავს, ხო? რა არის მისი წარმოდგენები სკოლაზე? რაღაცა არის, რომ ჩანთა უნდა ჩაალაგოს, დილას უნდა წავიდეს, მე ვიღაცა უნდა მოიყვანოს, მე დაждდება რაღაცას გააკეთებს, ეს არის მისთვის სკოლა. მაგრამ როცა შევა სკოლაში, უკვე მრავალფეროვნება გამოცდილება და ახალ-ახალი აზრობრივი სქემები გაჩნდება, ხო? მე თუ გავა დრო და მასწავლებელი გახდება, კიდევ უფრო მეტად თუ დირექტორი გახდება. ხო, აი მაგალითად შობლის აზრობრივი სქემები სხვა, სკოლასთან დაკავშირებით დირექტორის აზრობრივი სქემები სხვა არის. თუ რესურს ცენტრში დაეწევს მუშაობას, ხო? მოკლედ აი ასე, როგორ გადავჭრათ ჰაერის დაბინძურების პრობლემ დიდ ქალაქებში. ამასთან დაკავშირებით ხა სპეციალისტები ამის არ ხართ, მაგრამ რაღაცა აზრობრივი სქემებია, რაღაცა ცოდნა ამასთან დაკავშირებით გექნებათ, ამიტომ თქვენ ინფორმაციის დამუშავებასაც შეძებთ და გაგების აქტების განხორციელებასაც, ხო? და რა უნდა გავაკეთოთ სკოლამდელი განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად? დარწმუნებული ვარ, ამასთან დაკავშირებით უხვად გაქვთ აზრობრივი სქემები და ბევრი არაჩვეულებრივი შემოთავაზების და იდეის წაყენება შეგიძლიათ. მაგრამ თუ მე გკითხავთ თქვენ, ეთანხმებით თუ არა ლოგიკური სემანტიკის წარმომადგენლების განმარტებას დენოტატისა და სიგნიფიკატის შესახებ, ხო?
აი, აბა მითხარით, რამე გააქტიურდა თქვენს წარმოდგენებში? ალბათ არა, იმიტომ რომ და მათემ არც არის საჭირო, იმიტომ რომ ეს არის ძალიან სპეციფიკური ცოდნა მენათმეცნიერების და ფსიქოლოგების, ხო? მათ აქვთ აზრობრივი სქემები, რომ ეს ისა, მაგრამ თქვენ არ გაქვთ, იმიტომ რომ ეს არ არის თქვენი, ასე ვთქვათ, არც სპეციალობა, არც გევალებათ, ხო, რომ იცოდეთ, ამიტომ აქ არ გექნებათ აზრობრივი სქემი. მე მგონი რა არის აზრობრივი სქემა, გავიგეთ? ერთი არაჩვეულებრივი ჯადოსნური თვისება აქვს ამ აზრობრივ სქემებს. საქმე იმაშია, რომ როცა ახალს ვიგებ, მაგალითად ბავშვმა რაღაც კონსტრუქცია გააკეთა, რაღაცა გაიგო როგორ კეთება კონსტრუქცია, ის ამაზე დაფუძნებით კიდევ უფრო რთულ კონსტრუქციას ააგებს და ასე წავა. ანუ, როდესაც გაგების აქტებს ვახორცე პირველად ეხა ბავშვი კუბურაზე დადებს, ამით იწყება, რომ უი დადო, მერე შეიძლება კოშკი ააშენოს და გაგების აქტები განავითარებს აზრობრივ სქემებს. მე როდესაც რაღაც გავიგე გაგების აქტი განვახორციელებ, ჩემი აზრობრივი სქემა განვითარდა. ჩემი აზრობრივი სქემის განვითარება საშუალებას მაძლევს, რომ ახალი გაგების აქტები განვახორციელო, რომელიც კიდევ უფრო ღრმა და შორს წამიყვანს, ხო? აი, ამიტომ აზრობრივი სქემების განვითარება და სიტყვათა მნიშვნელობების განვითარება ეს ორი კომპონენტია, რომელიც შეადგენს აი ამ წიგნურ მეტყველების საყრდენია და თუ ორივეს განვითარებაზე ვიზრუნებთ, ჩათვალეთ, რომ სასკოლო ასაკისთვის არაჩვეულებრივი მონაცემები ექნებათ მოსწავლეს, იმიტომ რომ სკოლაში უკვე წიგნური მეტყველებაა, ენა უკვე ეს არის და ხშირ შემთხვევაში ამით ეს იქნება ინსტრუმენტი, რომელთაც ის უნდა ჩაწვდეს საგანთა შინაარსს და როცა ამ ინსტრუმენტს ბავშვი ვერ ფლობს იმ დონეზე, რომელსაც უნდა სასკოლო ასაკში ფლობდეს, ის დიდ გასაჭირშია. მე სულ ვამბობ, რომ მომყავს ხოლმე შედარება, რომ ერთი და იგივე ფართობის ტერიტორია დაამუშავოთ ტრაქტორის და ადამიანს ომსაც თოხი უჭირავს, მერე ხო არ ვიტყვით, რომ ვაიმე ის როგორი ნიჭიერი ყოფილა, როგორ კარგად დაამუშავა. იმას ინსტრუმენტი აქვს ტრაქტორი და აი ეს აზრობრივი სქემები და სიტყვათა მნიშვნელობები, ეს არის ტრაქტორი გონებაში. რის გამოც ის მერე კარგად ამუშავებს სასკოლო ინფორმაციას. მოკლედ, რეკომენდაციები წიგნური მეტყველების გასავითარებლად, ძირითადი რეკომენდაციები რა არის? მდიდარი და მრავალმხრივი გამოცდილების შექმნა, მრავალფეროვანი აქტივობებით, თამაშებით, ხო? რაოდენობრივი წარმოდგენების ჩამოყალიბება, მაგალითად ვნახეთ, ხო? მეტი ნაკლები ტოლი, ხო? აქ ბევრი მდიდარი გამოცდილება, სულ სხვადასხვა ისინი ნივთები, ადამიანები, ხო, ყველაფერი შეიძლება გამოვიყენოთ იმისთვის, რომ დავუშვათ ეს წარმოდგენები ჩამოყალიბოთ და არა ის რომ დავსდეთ და ბავშვებს სიტყვერად ავუხსნათ. მაგალითად ხშირად მინახავს 1 2 3 4 5 ითვლის ბავშვი და აი რატომღაც ფიქრობენ რომ 4 5 და ბავშვმა უნდა გაიაზროს რომ 5 მეტია 4-ზე 4 ნაკლება, რაოდენობრივი არსი მან ვერ გაიგო, მნიშვნელობას ვერ ჩაწვდა. ხო, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია აი ეს გასათვალისწინებელია ჩვენება ნივთები და სხვა იმის ჩართვა, ხო? მოტორული თუ სენსორული თუ ასე შემდეგ უნარების. წიგნების ჯადოსნურ სამყაროსთან ზიარება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს უნდა ხდებოდეს აუცილებლად თბილ და მოსიყვარულე გარემოში, აი ეს რაღაცა მომნუსხელ სამყაროში, მოგზაურობის ბედნიერების განცდა უნდა ჰქონდეს ბავშვს, ამიტომ წიგნთან ისე უნდა მივიყვანოთ ბავშვი, რომ ეს მისთვის მიმზიდველი იყოს აუცილებლად, ხო? ნუ ამას თავისი ის აქვს, გასათვალისწინებელია ენობრივი დონე, რამდენად შეძლებს ამის გაგებას, რამდენად არა და იმიტომ რომ ტექსტების გაგება ეს რას ნიშნავს, რომ მეტყველება უნდა აზროვნებად გარდაქმნათ. აი ეს გიჟდები საერთოდ რიგოცკიზე, როგორ კარგად დიდებულად ამბობს, მეტყველება ეს არის სწორხაზოვნად დალაგებული, ხო? აი წინადადებები, წინადადებათა მის სამეტყველო აქტივობების ბმული თანმიმდევრობა და მე ეს უნდა გადავიხციო აზროვნება. თუ დროს ივცია უნდა დავინახო, თუ თვისებებია რა მიმართებებია უნდა დავინახო, ხო? ანუ აზროვნებად უნდა გარდაქმნა ეს სიტყვები. და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იმ თავითვე ამას მივაჩიოთ მოსწავლე, ამაში შევიყვანოთ ამ პროცესებში. და ასევე მეტყველების ხელშეწყობა, მონოლოგური მეტყველების ხელშეწყობა, ეს პირიქით არის აზროვნება, რომელიც გაუნაწევრებელია გამოვანაწევროს სიტყვებად, როგორ შექმნა წინადადები აზროვნების მეტყველებად გარდაქმნა. აი ამ 4 პუნქტს თუ გავააქტიურებთ საგანმანათლებლო პროცესში, ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ვიზრუნებთ წიგნური მეტყველების განვითარებაზე და ეს რასაკვირველია
აი მესამე პუნქტი და მეოთხე პუნქტი გაცილებით უფრო ღრმად სწავლთ მშობლიურ ენაში, იმიტომ რომ მას უკვე ძალიან კარგი ბაზა აქვს, რომ ბევრი რამე გაიგოს, იმსჯელოს ხო და ასე შემდეგ. თლად ისე ღრმად ვერ სწავლთ მეორე ენაზე, თუმცა მეორე ენაშიც აუცილებლად ამ მიმართულებითაც უნდა აუცილებლად და აი ხა ვნახავთ რა ხდება ამ დროს. აი აქ არის უკვე ჯადოსნურობა ბილინგური განათლების გამოსახული, ეს ძალიან ცნობილი მეტაფორა არის. ჯიმ კუმინსის ცნობილი მკვლევარია ბილინგურ განათლებაში, რომელმაც გამოიყენა მეტაფორა ორთავიანი მისი აისბერგის. აი აქ წერტილებს რომ აი ამ ხაზს რო ხედავთ, წარმოვიდგინოთ რომ ეს არის წყლის ზედაპირი და ზედაპირზე წყლის ზედაპირზე რა ხედავთ? ერთი აისბერგი, მეორე აისბერგი, თითქოს ერთმანეთთან სრულიად დამოუკიდებელია. ერთი განასახიერებს ერთ ენას, თქვათ მშობლიური ენა, მეორე განასახიერებს მეორე ენას, ამ შემთხვევაში ჩვენ შემთხვევაში სახელმწიფო ენა, ქართული. ხო? მაგრამ რა აჩვენეს კვლევებმა, რომ ესენი მათ საერთო საძირკველი აქვს. ეს საერთო საძირკველი არის სიღრმისეული კოგნიტიურ ენობრივი სქემები. აი ეს აზრობრივი სქემებზე რომ ვისაუბრეთ და სიტყვათა მნიშვნელობებზე, აი ეს როდესაც განვითარების კარგ დონეზე არის, სიღრმეში არის ესა, ესე იგი, როდესაც ჩვენ პირველ ენაზე ვაქტიურობთ, ხო? ყალიბდება მნიშვნელოვანი აი ეს ზოგადი წარმოდგენები, ზოგადი მნიშვნელობები, აზრობრივი სქემები, ეს შეიძლება იყოს თვისებრივი, რაოდენობრივი, სივრცითი, დროითი, სემიოტიკური თუ სხვა. მაგრამ ნახეთ, როდესაც ეს კარგად მიდის, მე ეს ცოდნა გადამაქვს მეორე ენაში, ხო? მე თუ გავიგე რაოდენობრივი მიმართებები, ხო? ამას ვიყენებ მეორე ენაში უკვე, ხო? მაგრამ აი აქ არის მთავარი, რატომ აჩვენებს უამრავი კვლევა, რომ იქ სადაც გამართულია ბილინგური განათლება, უკეთესი შედეგები აქვს ყოველ მხრივ მოსწავლეებს. ანუ სხვადასხვა სფეროში, თქვათ, სხვადასხვა მიმართულებაში, თემატურ მიმართულებაში და ასევე მშობლიურ ენაშიც უკეთეს შედეგები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ნაკლებ დროს ხარჯავენ მშობლიურ ენთან ურთიერთობაში, ვიდრე ისინი, ვინც მონოლინგურზე. იმიტომ რომ მეორე ენაზე მოქმედება ენობრივ ცნობიერებას განავითარებს. აი ეს არის, ეს ძალიან ძლიერია ენობრივი ცნობიერება, მოგეხსენებათ, რომ რაც უფრო მდიდარია ენობრივი წარმოდგენები, მით უფრო ფართოვდება ცნობიერება, ხო? აი, ნახეთ, ეს არის ენების ურთიერთდამოკიდებულების პრინციპი, რომელიც ჯიმ კუმისმა, თავიდანვე ვიგოცკიდან ეს მოდის, მაგრამ კვლევები ამას აჩვენებენ. პირველად ვიგოცკიმ თქვა, რომ არა მხოლოდ მეორე, ესე იგი, პირველი ენაზე მოქმედებს მეორე ენაზე, რაც უფრო განვითარებულია ბაგაჟი, მით უკეთ და უფრო სწრაფად სწავლობ მეორე ენას და უფრო ხარისხიანად. არამედ მეორე ენაც მოქმედებს პირველ ენაზე დადებითად, ეს არის ორმხრივი ინტერაქტიული კავშირებია. ეს ამბობს ვიგოცკი, რომ განსხვავებული სიტყვერი პროცესია მშობლიურ ენაზე, განსხვავებული სიტყვერი პროცესია მეორე ენაზე, მაგრამ ეს პროცესები ერთმანეთს ამდიდრებს. ამაშია საქმე. აი ლევ ვიგოცკის სიტყვები მომაქვს პირდაპირ, მოზარდი აცნობიერებს, რომელიც აი მეორე ენას სწავლობს, აცნობიერებს ენობრივ ფორმებს, განაზოგადებს სიტყვიერ მოვლენებს, აქ ისევ განზოგადება და განზოგადება არის აზროვნების ნიშანი, ხო? უფრო გაცნობიერებულად, უფრო მიზანმიმართულად იყენებს სიტყვას, როგორც აზრის და როგორც სიტყვაცნების გამოხატვის ინსტრუმენტს. ამიტომ არის, რომ ესენი ეს ბილინგური სექტორის მოსწავლეები უფრო წინ არიან, ვიდრე მონოლინგური სხვადასხვა ხა სკოლაში ჩაუტარებიათ სხვა საგანში და ასევე თავიანთ მშობლიურ ენაშიც. აი ეს არის გამამდიდრებელი ბილინგვიზმი და ჩვენ ვცდილობთ ყოველ მხრივ ჩვენი შეგნებით, ჩვენი აქტივობით, ჩვენი ურთიერთობებით, ჩვენი რესურსებით, რომ აი ეს გამამდიდრებელი ბილინგვიზმი მას ვქნათ, დავნერგოთ ჩვენს ძვირფას უმცირესობათა სკოლებში, ჩვენი ძვირფასი ბავშვებისთვის. ანუ დასკვნა წარმატების აუცილებელი პირობა რა არის, შინაგან მოტივაციაზე და მრავალმხრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული საგანმანათლებლო პროცესი, რასაკვირველია ჩვენ უნდა პროცესზე ვიყოთ ორიენტირებული და არა შედეგებზე, ეს მე მგონი ყველამ ვიცით.
და უნდა იყოს თამაშით სწავლება. ამიტომ, როდესაც არ ვიცი, ვიღაცამ თქვა, რომ კი, მაგრამ ჩვენ პროგრამას ვერ მოვასწრებთ, თუ დროს დავკარგავთ იმასი, ხომ, რომ პროცესები თქვათ მეორე ენაზე მიმდინარეობდეს, ეს არასწორი ხედვის შედეგი არის მხოლოდ და მხოლოდ. ჯერჯერობით ეს ნიშნავს, რომ რომელ პროგრამაზეა რამე ისა გვაქვს, შედეგები გვაქვს მისაღწევი, თუ ბავშვის მთელი გლობალური განვითარება გვაქვს აზრად, თუ გლობალური განვითარება პირიქით ორი ენის ჩართვა მხოლოდ დადებით შედეგებს მოიტანს განვითარების პროცესებში, თუ რასაკვირველია ყოველთვის ვიტყვი, თუ ეს მართებული მეთოდიკით ხდება. და წიგნური მეტყველების განვითარებაზე ზრუნვა და ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ხდება მრავალმხრივი გამოცდილების შექმნით. კარგით, ეს ერთ ნაწილს მოვჩით, ახლა გადავიდეთ ქართულენოვან რესურსებზე, რა პედაგოგიკური და მეთოდიკური მიდგომებია, რას ეფუძნება. მე მგონი ყველა მიცით, რომ ეს არის რესურსების ნაკრები, სადაც გვაქვს გზამკვლევები, გვაქვს მოთხრობები, გვაქვს ბარათები. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ აი ამ გზამკვლევებში თემატური მიმართულებების მიხედვით დაჯგუფებულია სულ სხვადასხვა ტიპის აქტივობები, თუმცა ეს არის საორიენტაციოდ მიცემული, შეუძლიათ ეს გამოიყენონ, ეს მათ გამოცდილება ჩვენ ვნახეთ, რომ ჩვენი ისინი ბილინგურის მასწავლებლები უკვე თვითონაც არაჩვეულებრივად შემოაქვთ ახალ-ახალი აქტივობები. ანუ ჯერ იმას დაეყნენ, რაც ჩვენ შევთავაზეთ, ამან მათი გამოცდილება, აი გამოცდილების სწავლა როგორი მნიშვნელოვანია, ხო? მათი გამოცდილება გაამდიდრა და უკვე თვითონაც არაჩვეულებრივ რესურსებს ქმნიან. აი ახლა რო განახოთ ახლა ეს ცოტა ადრე ქონდა ასეთი დიზაინი, ახლა ვთქვათ ასეთი არ გვაქვს, მაგრამ 24 ისა გვაქვს, ხო, მოდული და ყოველი მომდევნო მოდული წინას ეფუძნება, წინას განავითარებს ენობრივად. და ნუ თავისთავად ყველა მიმართულებით განვითარება ვთქვით, რომ ხდება, ხო? ეს ჰოლისტური ის არის მიდგომა. აი მაგალითად, მეხუთე მოდული არის წითელი ჭიამაია, ხო? აი შუაში თქვენ ხედავთ, რომ მოცემული არის ლექსიკური ერთეულები, რომელზეც უკვე მოხდა მუშაობა და რომელიც შეიძლება კიდე გამტკიცდეს და მესამე ბოლო სვეტში მოცემული არის ახალი, აი ამ მოდულის ფარგლებში რა იქნება ახალი მასალა. მაგალითად, ცხოველები ნასწავლი აქვთ უკვე ძაღლი, კატა, კურდღელი ასე შემდეგ, აქ შემოვა უკვე ჭიამაია და ლოკოკინა, ხო? ამიტომ იმის თქმა, რომ როგორ ისწავლიან თუ არ ვუთარგმნეთ, არის ამოვარდნილი კონტექსტიდან, იმიტომ რომ აქ გათვალისწინებულია ენობრივი განვითარება, სპირალური პროგრესით მივდივართ. და ზუსტადაც რომ უნდა განაწყონ თავის, ჩვენ თუ ვუთარგმნეთ იმ ქართულს, საერთოდ რატო ისწავლის, ხო? თარგმანს მოусმენს რაღაცე, ხო? ანუ უნდა განაწყოს თავისი ძალები, რომ ქართულად მეტყველებისთვის და თუ განაწყობს ძალეს, აქ ისე არის შედგენილი რესურსი, რომ მისი განვითარება, ენობრივი განვითარება და რასაკვირველია, ამას თან ახლავს კოგნიტური ისა მრავალმხრივი განვითარება, იმიტომ მრავალმხრივი აქტივობებია შეთავაზებული. ანუ მეთოდოლოგიური პრინციპი რა არის, რომ ენა მოზარდების ყოველდღიურ საქმიანობასთან ინტეგრირებულად და სიტუაციურად ისწავლება. ეს არ არის ენის გაკვეთილები. არა, ეს არის მრავალმხრივი გამოცდილება, რომლის დროსაც ვიყენებთ მეორე ენას. გასიტყვების პროცესები ეყრდნობა პრაქტიკულ გამოცდილებას, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებს. ანუ აქ ხდება ენის შემოსწავლა კეთების პროცესში, ანუ ბუნებრივად. შემდეგ მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები, თამაშები, ჰოლისტური განვითარების ხელშესაწყობად, ესე იგი ჩვენ ყველა მოდულში დაჯგუფებული გვაქვს თემატური მიმართულებების მიხედვით აქტივობები, ხო? ეს რა არის ციგნიერება, ხელოვნება, რა გვაქვს კიდე სამყაროს აღმოჩენა, მათემატიკური თამაშობები, სპორტული თამაშობები და ასე შემდეგ, ხო? ჰოლისტური განვითარება. ეს არ არის ვიღაცამ არ უნდა წარმოიდგინოს, რომ ეს არის ქართული ენის გაკვეთილები. არავითარ შემთხვევაში. ეს არის ქართული ენის გამოყენება საგანმანათლებლო პროცესში, ხო? საგანმანათლებლო თავგადასავალში. განმეორებადობა, აი ეს არის, იმიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი, ხა ჩვენ ვართ, ხომ, ბილინგური სპეციალისტები, როგორ ხდება ენის შემოსწავლა, ამის კომპეტენციები ჩვენ გვაქვს, ამიტომ ამ კომპეტენციებს ვიყენებთ და ერთი და იგივე ენობრივი მასალები მრავალგზის გადათამაშება ხდება სხვადასხვა კონტექსტებში, სხვადასხვა სიტუაციებში. ხო? და ამიტომ არის, რომ მე ეს გვაძლევს შედეგს. თამაშებში ენობრივ გამოყენებითი უნარჩვებათა განსამტკიცებლად. კი ბატონო, რომ ეს უნდა ერთი
დღეს ვასწავლე 5 სიტყვა, ხვალ სხვა, ზეგ კიდე სხვა, მასე კიდე სხვა და ასე სადგაერთიანდა ეს ოდნა, აი უნდა გადათამაშდეს. უნდა გადათამაშდეს შინარსიან კონტექსტებში, განსხვავებულ კონტექსტებში, რომ ეს არ იყოს მოსაბეზრებელი, ხო და აი ეს ყველაფერი ჩადებული არის ამ რესურსებში. და მიდის რასაკვირველია, როგორც ვთქვით, სპირალური პროგრესია. ყოველი მომდევნო მოდული და მოთხრობა ეფუძნება წინა მოდულს. აი, ესეც მნიშვნელოვანია. ანუ ჩვენი სტრატეგია რა არის, რომ ეტაპობრივად წავიდეთ გაგებიდან მეტყველებამდე, აი ეს არის, ამიტომ არის, რომ თარგმნის გარეშე უნდა წავიდეს პროცესებში, იმიტომ რომ მეთოდიკა ამას ითვალისწინებს, ანუ გვაქვს გაგებაზე ორიენტირებული აქტივობები, გვაქვს გასავარჯიშებელი, უფრო ვიწრო კონტექსტებში ფოკუსირებულად, რომ გამოვიყენოთ კონკრეტული ენობრივი მასალა, ენობრივი კონსტრუქცია, ლექსიკური მასალა და შემდეგ უკვე ეს ყველაფერი ფუნქციურ კონტექსტებში გამოვიყენოთ. ამიტომ აი ამ სულას შეესაბამება ეს სამი სტრატეგია. როდესაც ფოკუსირებული ვარ უფრო ენობრივი კომპონენტების გაგებაზე, რომ ახალი შემოდის და ფოკუსირება საჭირო, ამ დროს ჩვენ ვიყენებთ პედაგოგიკურ საშუალებებს, ხო, გამოწვევა, სხვადასხვა სტრატეგია, ფოკუსირება ახალი ენობრივი კონტენტების გამოყენებაზე, უნდა გამოიყენოს კი ჯერ როცა ის სულ ახალია უფრო ვიწრო კონტექსტებში, ხო, ასეთ შემთხვევაში ისევ ვიყენებთ გამოწვევას და სხვადასხვა სტრატეგიას და როდესაც ახალშეძენილი ენობრივი კომპონენტები უკვე ურთიერთდაკავშირებულად და მრავალჯერადაც უნდა გამოიყენონ განსხვავებულ ფუნქციურ კონტექსტებში, ამისთვის ჩვენ უკვე ვიყენებთ თამაშებს, იქნება ეს შემოქმედებითი, კვლევითი, სენსორული, მოძრავი, კონსტრუქციული, დრამატული, სამაგიდო და ასე შემდეგ. თუ გახსოვთ, თქვენ არ ვიცი, მაგრამ ჩვენ დროს რო ენას გვასწავლიდნენ სკოლაში, გადასარევად ვიცოდით ლექსიკა, გადასარევად ვიცოდით გრამატიკა, მაგრამ საერთოდ ვერ ვიყენებდით ენას. რატომ? იმიტომ რომ ეს არ იყო უზრუნველყოფილი, რომ აი ეს შეძენილი ცოდნები უკვე ფუნქციურად გამოგვეყენებინა ურთიერთდაკავშირებულად და მრავალჯერადად, ხო? კარგით, მეგობრებო, ახლა მალე დავამთავრებ. აი, უნდა მაინც ვთქვათ, რომ მოთხრობებში ყოველდღიური ცხოვრება ბავშვის ასახული და არა რაღაცა ისა, რომ მისთვის კონტექსტი ნაცნობი იყოს, იმიტომ რომ ეს ნაცნობი კონტექსტი ხელს უწყობს მერე, ხო, გაგების პროცესებს და მერე უკვე მეტყველების პროცესებს. ისე რომ აქ არის თქვათ ლოკოკინები, აქ არის ეზოშიჩიც ვაჭმევთ, აქ დედასთან მაღაზიაში, აქ ბუშტებს უშვებთ, ბერავთ მამასთან თამაშობთ, ძაღლთან თამაშობთ, აგერ ბურთი წაგვართვა და გადააყირავებს მერე იმას მზრიალას, აქ ავად გახდა, იქ დედას ეხმარება და მამას რომ ორწყავს. აი ეს სიტუაციები არის ამ მოთხრობებში. და ჩვენ უზრუნველყოფ ძალიან მჭიდრო კავშირს მოთხრობაში ასახულ ამბებსა და აღსაზრდელების საქმიანობას შორის. ანუ მაგალითად თუ გვაქვს მოთხრობაში ფრენა, იქ პეპელა შემოფრინდება, იქ ფრთა დაფრენა, ბავშვებს ვაკეთებინებთ ქაღალდის თვითფრინავებს, ხო, რომელიც უნდა გააფრინონ, შემოაფრინონ, თქვათ ერთიდან გარეთ, მერე შიგნით. და რასაკვირველია, ეს ურთიერთდაკავშირებული რო არის, ეს ხელს უწყობს ენობრივ განვითარებასაც და რასაკვირველია, იქ მოტორიკის განვითარება, იქ გონებრივი განვითარება და ასე შემდეგ. აი, მაგალითად, როდესაც ლოკოკინების ამბავია, ჩვენ პროექტულ დავალებას ვთავაზობთ, ხო, ეს კვლევითი თამაშია, რომ მოვიყვანოთ ერთი კვირით მაინც ეს ლოკოკინები და აი მოვუმზადოთ სახლი ჩვენ ახალ ბინადრებს და დავარკვიეთ, რით იკვებებიან, ხო? შეიძლება კამფეტი მივცეთ და ვნახოთ, რომ არ იკვებებიან კამფეტი და მივცეთ ვაშლი და ვნახავთ, რომ ვარს ჭამენ და ასე შემდეგ. ხო, აი აქ არის მაგალითად მოთხრობაში არის, რომ გოგონა უნაწილებს ჩიტებს, ხო, თავის ნამცხვარს და აი ჩვენ გვაქვს აქტივობა, რომ ჩიტებისთვის განკუთვნილი პური უნდა დაბშვან, ეზოში წავიდნენ და იქ დაუყარონ ჩიტებს და აი შემდეგ უკვე ინტერაქტიული დამუშავება ხდება, რომ აი ჩემი გამოცდილება და რა ხდება მოთხრობაში ასეთი ამბავი და გაცილებით მეტი მზაობა, რომ ენობრივად გავიგო ესა და რაღაცა ამასთან დაკავშირებით სამსიტყვიანი წინადადება ვთქვა. ხო, ნუ კვლევითი აი ეს რაც ხდება ჩვენ საკლასო ოთახებში, რამდენიმე სურათი გამოვიტანე, აიწონა, დაიწონა. მაგალითად, ვარაუდები უნდა გამოთქვას, რომ რომელია უფრო მძიმე აქეთა თუ იქითა, ხო? შემდეგ ცდას ატარებენ. აი რო ვთქვი, მრავალმხრივი გამოცდილება. ამითი რასაც მივდივართ, წონა, მძიმე, მსუბუქი. გამოცდილებაზე დაფუძებით ვიგებ რას ნიშნავს ეს, ხო? აგერ აქაც თამაშები ეს მიმართულება სამყაროს აღმოჩენა. რაღაცა მოთხრობა გვაქვს თოვლის ბაბუაზე, მაგრამ აქ ჯერ აი არის თოვლი და იყო რეკომენდაცია, რომ ბავშვებს აი ეს თოვლის ბაბუა გააკეთებინეთ.
უამრავ რამეს სწავლობენ ამ კეთების პროცესში, ხო? აგერ დროში ისა სივრცეში ორიენტირებისთვის ყუთში ჩაჯდომა ძალიან გასართობია. ყუთის თავზე დამხობა და ყუთის ქვეშ ვარ თუ ყუთში ვარ, თუ ყუთთან მდგავარ, ხო? აი ესეც გადათამაშება ასე ცოცხალ სიტუაციებში. აქ გვაქვს მაგალითად პატარა ლექსი, რომელიც უკავშირდება თვითონ იმ მოთხრობის ამბავს, რომ ბურთი დაართვა ბავშვმა და აი ჩვენმა იმამ შვენივრად აქტივობა თამაშად გადააქცია, იმიტომ რომ ბავშვებს უნდათ მიკროფონით აქტივობა და აგერ ამ მიკროფონმა დიდი ხალისი შეიტანა. ხო, როგორც ხედავთ, არავინ მოწყენილი აქ არ ზის, ხო? აქტიურად არიან. გვაქვს შემოქმედებითი თამაშები, სენსორული თამაშები. აი აქ კარგად ჩანს, როგორ უკვე მიეჩვენ ბავშვები დამოუკიდებელ სახელოსნოებში მუშაობას. იქ მასწავლებელი ენობრივად რომ ვიღაც ჯგუფთან მუშაობს, დანარჩენები დაკავებულები არიან. აგერ იმას აწყობენ, მძივებს, აგერ მათემატიკური აქტივობა აქვთ, აგერ იმას აზავებენ ფერებს, ხო? აქეთ არკვევენ, უნდა გადაახარისხონ ცხოველები და საჭმელის ბარათები ერთად, ხო? ესეც აზროვნების განვითარება არის. აგერ ჩვენ გვაქვს თამაში დიდ ჯგუფში, სადაც აი ერთიანობა და ერთად უნდა ეს ჩვენი სპეციალისტების მოფიქრებული მოდეს, მაგალითად ჩვენ არ შეგვითავაზებია თვითონ მოიძიეს და თვითონ აკეთებენ. ხო? აქ ურთიერთობა არის, კოორდინირება არის, პარტნიორობა არის, განვითარება. მოკლედ აი ამი დავასრულე პრეზენტაცია. ეხლა ვთქვათ, რომ გადასაწყვეტ პრობლემები რა არის, ჩვენ პრინციპში შესავალ ნაწილში ამაზე უკვე ვისაუბრე, მინდა გაგამხნევოთ, რომ ეს ბოლო კადრი არის. ანუ ერთი რომ ბირიგური კურიკულუმი შექმნა, რომელიც ასაკურველი ჩვენ თავზე ავიღებ და ამ კურიკულუმს შევქმნით. შემდეგ ამ კურიკულუმისთვის ჩვენ მოვამზადეთ პრაქტიკულ რესურსებს ორივე ენაზე, მშობლიურ ენაზეც და ქართულ ენაზეც, ქართულ ენაზე ცხადი არსებულ რესურსებს გამოვიყენებ, თუმცა მოხდება დაკავშირება მშობლიურ ენოვან აქტივობებთან და რესურსებთან ამ ყველაფრის. და იმგვარ რესურსებს შევთავაზებთ, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, სტანდარტის მოთხოვნების შესაბამისად ამზდებს მისცემს საშუალებას დაეხმარება დიდწილად, რომ მან თავის სასკოლო დაწესებული, თავის სკოლამდელი დაწესებულების ბილინგური კურიკულუმი განახორციელოს. ანუ ამისთვის ჩვენ ყველაფერს მოვამზადებთ, რომ აი უკვე აღარ იყოს მისთვის პრობლემა ეს. რაც საკვირველია, ამასთან დაკავშირებით გაუმჯობესდება ის, რაც ცოტა ხარვეზიანია, ეს არის თანამშრომლობის გაძლიერება მშობლიურ ენოვან და ქართულ ენოვან მასწავლებლებს შორის და ზოგადად ძალიან ვოცნებობ, რომ ეს მრავალრიცხოვანი ჯგუფების პრობლემა მოვაგვაროთ და იქნებ აი ეს მოხერხდეს. მოკლედ აი ესე მეგობრებო, ძალიან დიდ მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის. ეს იყო რაც მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა დღეს და აწი თქვენ გისმენთ, თუ გაქვთ რაიმე შეკითხვები, ან რა ვიცი, კომენტარები და ასე შემდეგ.